თავი მეოთხე. ადრეული კავშირები გარე სამყაროსთან. ძალზე ცოტანი არიან მემატიანეები, რომლებმაც დაგვიტოვეს ჩანაწერები იმ ბნელი პერიოდის შესახებ, მონღოლეთის იმპერიის დაშლას რომ მოხდა. ამიტომ არც თანამედროვეთა ცნობებია შემონახული მე-14 საუკუნეში იეზიდური რელიგიის ადრეული გავრცელების შესახებ. იეზიდური რელიგია პირველად ნახსენებია შერეფნამეში, დიდების წიგნი, რომელსაც ზოგჯერ ქურთთა ქრონიკებსაც უწოდებენ, რომელიც 1597 წელს დაიწერა. 30-ოდე ქურთული ტომის ტრადიციებისა და მათი მმართველი ოჯახების უკვდავსაყოფად, მათი ამბების შთამომავლობისთვის გადასაცემად. მისი ავტორი შერეფ ად-დინ ხანია, ბითლისის მემკვიდრეობითი ემირი. ნაწარმოების ისტორიული წიაღსვლა თემურ ლენგის ხანას წვდება. ამის შესახებ არსებული ფაქტები და ლეგენდები ერთმანეთს მყარად შერევია. შერიფ ად-დინის თანახმად, ძირითად ქურთულ ტომთაგან 7 იყო მთლიანად ან ნაწილობრივ იეზიდური. სხვადასხვა ისტორიულ ხანაში. რელიგიას იგი შემდეგნაირად აღწერს. მათ მცდარად სჯერათ, რომ შეიხმა ადიმ თავად იკისრა მათი წილი მარხვა და ლოცვა და აღდგომის დღეს ისინი დაუბრკოლებლად შეაბიჯებენ სამოთხეში და ყოველგვარი ქენჯნა, სასჯელი თუ გაკიცხვა ასწდებათ. ამ ქურთებმა ისლამის სათნო ბრძოლების წინააღმდეგ სიძულვილი და შეურიგებელი მტრობა ჩაიდეს გულებში. მთავარი იეზიდური ტომი, როგორც მაშინ ისე დღესაც, დასენის სახელით არის ცნობილი. ესენი მოსულის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე მთების ძირში ცხოვრობენ შეიხ ადის სალოცავ ლალიშამდე. ბოლო 200 წლის განმავლობაში მათი ტერიტორია შეიხანის სახელითაა ცნობილი. იბნ ფადლალას მიერ ქურთისტანის აღწერისას იეზიდები ბოხთის განშტოებად არიან მოხსენიებულნი, ხალხისა, რომელიც მოსულის ჩრდილოეთით მთებში ცხოვრობდა. როგორც იბნ ფადლალა წერს, ეს ტომი მაშინ დაიშალა, როდესაც მათი მამამთავარი ბედრ იბნ ქებანექი უკეთესი საძოვრების საძიებლად წავიდა და 1000-ზე მეტი მოსახლე მოსულის პროვინციაში დატოვა, 500 კი აქრას რეგიონში. შერეფ ნამეს შესავალ ნაწილში წიგნის შინაარსია განხილული და ჯამუნათვალს შორის ერთი თავი დასენის ტომს ეძღვნება. მაგრამ შერეფ ნამეს ორიგინალურ ხელნაწერში, რომელიც ავტორის მიერაა ხელმოწერილი და ახლა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეანის ბიბლიოთეკაში ინახება, მესამე თავის მეორე ნაწილში, მე-6 თავიდან მე-10-ის დასაწყისამდე ტექსტი გამოტოვებულია, თან ისე რომ არც მის ძირითად ნაწილში და არც ველებზე ამ გამოტოვების მიზეზის შესახებ არაფერია ნათქვამი. შერეფ ნამეს გვიანდელი გადამწერები გამუდმებით აღნიშნავდნენ, რომ ტექსტის ნაწილი გამოტოვებულია და ამაში თავდაპირველ ვერსიას ადანაშაულებდნენ. სამი გამოტოვებული თავი ეძღვნებათ თაზრას, უსთუნის, შერეფ ად-დინი არც ერთ მათგანს არ ასახელებს იეზიდად და დასენის ტომებს. იმ დროს დასენის ტერიტორია სამხრეთ აღმოსავლეთით ადიაბენემდე აღწევდა, რეგიონამდე, რომელიც დიდ და მცირე ზაბის წყლებს შორისაა მოქცეული და ტრადიციულ მტერს სორანის ხალხს ებრძოდა. მოსული ისლამის პლაცდარმად რჩებოდა, მაგრამ ზედა რეგიონებში იეზიდურ რელიგიას ბევრი მიმდევარი ჰყავდა. ქალაქ ჯეზირა იბნ ომარის მიდამოებში ბოხთის ტომის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიეზიდდა. ერთხანს საფიქრებელია 1410 წლამდე. მათი ემირები ურწმუნო იეზიდთა წესჩვეულებებსა და რელიგიურ ნორმებს იცავდნენ, მაგრამ მოგვიანებით ისლამი მიიღეს. ჰისნ-ქაიბში სალადინის შთამომავლები მუსლიმებად დარჩნენ და 1410 წლის ლაშქრობაშიც მონაწილეობდნენ, მაგრამ თავიანთ ტერიტორიებს ტიგროსის ჩრდილოეთით მაინც უთმობდნენ საძოვრებად მომთაბარე იეზიდურ ტომებს, ხალითის, ბათმანის აღმოსავლეთით და ბასიანს, მაია ფარიქინის გარშემო, ახლა სილვანი. ორი სხვა ტომი იბნ ფადლალას ტექსტში ორივეა მოხსენიებული. წარმოშობით ჯეზირა იბნ ომარიდან იყო და იეზიდთა რელიგია მათ ახალ საცხოვრებელ ადგილებშიც გადმოჰყავთ. მაჰმუდის ტომს ხოსაფის კლდოვანი ციხესიმაგრე ეჭირა, ვანის სამხრეთ აღმოსავლეთით, ხოლო დუმბელი ურმიის ტბის დასავლეთით მდებარე მთებში დასახლდა. შერეფ ნამე უფრო დასავლეთით, სირიის ჩრდილოეთით მცხოვრებ იეზიდთა ჯგუფსაც აღწერს. მათი ტრადიციები სათავეს ჰაქიარის სიმჯარიდან იღებს, რომელიც სალადინის სარდლობით იბრძოდა. ჯვაროსანთა განდევნიდან გარკვეული ხნის შემდეგ ჰაქიარის ტომის მამამთავარს, სახელად მენს, ქოსეირთან, ალეპოს დასავლეთით, ციხესიმაგრე ებოძა.
მასთან ერთად კი მამულებიც, დასახლებული ადგილობრივი ქურთებით, რომლებიც სარწმუნოებით მაშინ მეტწილად იეზიდები იყვნენ. ჯებელ სიმანის მთიან რეგიონში, ქოსეირსა და ალეპოს შორის, რომელიც ოდესღაც სავსე იყო წმინდა სვიმეონ მესვეტის სალოცავის მომლოცველებით, დღემდე შემორჩენილია იეზიდთა სოფლები. შერეფ ad-Dinis ნაშრომი ჯებელ სინჯარსაც ახსენებს, მაგრამ მის მკვიდრთა შესახებ არანაირ ისტორიულ ცნობებს არ იძლევა. ხელისუფლების ვაკუუმი ქურთულ სათავადოებსა და იეზიდურ რელიგიას აყვავება განვითარების საშუალებას აძლევდა, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა თემურლენგი თავისი ძალაუფლების მწვერვალზე ყოფნისას გარდაიცვალა, მისი მემკვიდრეებისა და ერთმანეთის სავალალოდ აღმოსავლეთ ანატოლიასა და ერაყში ახალი სახელმწიფო წარმონაქმნები გაჩნდა. თუმცა მე-15 საუკუნის მიწურულს ახალი დიდი სარდალი გამოჩნდა. ისმაილ საფავი, სპარსეთის პირველი თანამედროვე ყაიდის შაჰი, არდებილიში, აზერბაიჯანში დაფუძნებული სუფიური საძმოს შთამომავლობითი წევრი, მაგისტრი იყო. მისმა სწავლებებმა, რომლებიც ისლამის შიიტურ განშტოებას ეფუძნებოდა, უამრავი მიმდევარი შეიძინა აღმოსავლეთ ანატოლიის თურქებს შორის და მის არმიაში ფანატიკოსების მასობრივ შედინებას შეუწყო ხელი. 1501 წელს 24 წლის ისმაილმა მტრებზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა და თავი შაჰინ შაჰად გამოაცხადა. პირველ მეფედ მას შემდეგ, რაც იეზდეგერდმა ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს 800 წლის წინ. რამდენიმე წლის განმავლობაში ისმაილმა დაიპყრო სპარსეთი, ერაყი და ანატოლიის ის ნაწილი ევფრატიდან აღმოსავლეთით რომ ძევს. დიარბაქირი 1507 წელს აიღო, ბაღდადი და მოსული მომდევნო წელიწადს. ქურთმა მამამთავრებმა ქარის ცვლილება იგრძნეს და თითოეული თავისებურად მოერგო დროებას. დუმბელის და მაჰმუდის ტომებმა, რომლებიც სპარსეთთან ყველაზე ახლოს სახლობდნენ, ისმაილს მორჩილება გამოუცხადეს. ამადიის თავადი შიიტ დამპყრობელს შეეკრა და დოჰუკში, ლალიშიდან 18 მილის დაშორებით იეზიდთა ციხესიმაგრე დაიკავა. 13 სხვა მამამთავარი ძლიერ შეშფოთებულნი იმით, რომ ძველ სამფლობელოებზე უფლების დამტკიცება არ დაჰგვიანებოდათ, ელჩობით გაემგზავრნენ მასთან დიარბაქირის დაცემის შემდეგ. შაჰმა 2 მათგანი ვასალად მიიღო, დანარჩენები კი დაატყვევა, მათ შორის ჯეზირა იბნ ომარის, ჰისნ ქაიფასა და ბითლისის თავადები. 3 წლის შემდეგ ტყვეები გაათავისუფლეს და შინ თავის ხალხთან გაუშვეს, თუმცა 2 გამონაკლისიც იყო. ერთ-ერთი ჰისნ ქაიფის თავადი, მეორე შერეფ ad-Dinis პაპა, ბითლისის ემირი, რომელიც გაიქცა თავისი ციხესიმაგრის გამოხსნასსა და დამარცხდა და ბოლოს დახმარებისათვის დასავლეთის ხელმწიფეს მიმართა. 1514 წელს, როცა გაქცეული ემირის წერილმა სულთან სელიმამდე ჩააღწია, ოტომანთა იმპერია უკვე მოიცავდა მთელ ცენტრალურ და დასავლეთ ანატოლიას. სამხრეთ რუსეთისა და რუმინეთის დიდ ნაწილს, ბალკანეთის ნახევარკუნძულთან ერთად. მისი დედაქალაქი იმპერიული სტამბოლი გამხდარიყო, სადაც ადრე იულიანე, ჰერაკლეოსი და მათი მემკვიდრეები მეფობდნენ. ეს სულ 150 წლის განმავლობაში მომხდარი დაპყრობები იყო, მას შემდეგ, რაც ოტომანი თურქები პირველად გადავიდნენ ევროპაში და საბერძნეთის სამოქალაქო ომში იბრძოლეს. თუმცა ეს სუსტი ქრისტიანული ქვეყნები რომ მოილიეს, შემდეგ ოტომანებს ძალიან გაუჭირდათ აღმოსავლეთით გაფართოება. ერთ-ერთი სულთანი თემურლენგმა დაამარცხა და დაატყვევა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ოტომანებს შესაძლებლობა მიეცათ დამოუკიდებლობა დაებრუნებინათ. შაჰ ისმაილის გამოჩენა და ანატოლიის თურქებისადმი მისი კვაზირელიგიური მიმართვა სასიკვდილო ხიფათის გამოწვევა გამოდგა იმპერიისათვის. ისმაილის მომხრეთა და მიმდევართა აჯანყება რომ ჩაახშო, სულთანმა სელიმმა, ორთოდოქსმა სუნიტმა, რომელსაც სამართლიანად შეარქვეს იავუზ, საზარელი, ანატოლიის ყველა შიიტის დახოცვა ბრძანა. ამგვარად რომ გაინაღდა უსაფრთხო გასასვლელი, ოსმალეთის არმიამ აღმოსავლეთს მიაშურა. რათა 1514 წლის აგვისტოში ჩალდირანში, ურმიის ტბის ჩრდილოეთით გამანადგურებელი დამარცხება მიეყენებინა შაჰისათვის. რამდენიმე წლის განმავლობაში დიარბაქირი, ურფა, მარდინი, მოსული და სინჯარი ოსმალეთის მმართველობაში მოექცა. იმპერიის ახალ აღმოსავლეთ პროვინციებში
დანიშნეს ოსმალო მმართველები, რომელთა უფლებამოსილებითაც გადარჩა ტიგროსის აღმოსავლეთით მდებარე ძველი ქურთული სამფლობელოები, როგორც ავტონომიური სასაზღვრო სამთავროები. 1516 წელს სელიმი შეიჭრა სირიაში, დაამარცხა ეგვიპტის არმია და დაიპყრო ალეპო და დამასკო. ყასიმ ბეგი, ქურთების მთავარი ალეპოს დასავლეთით, ძღვენით წარდგა სულთნის წინაშე. მას დიდი ხანია კონფლიქტი ჰქონდა ეგვიპტელებთან, რომლებიც მის ადგილზე იეზიდის, შეიხ ის ად-დინის დასმას ცდილობდნენ. ერთი წლის შემდეგ, როდესაც სელიმმა ეგვიპტე დაიპყრო და სტამბოლში ტრიუმფით ბრუნდებოდა, ყასიმ ბეგი თან ახლდა სულთანს. ამასობაში შეიხმა az ad-dinმა ალეპოს ახალი ოტომანი გუბერნატორის გული მოიგო და ამის მეშვეობით ისე მოაწყო, რომ ყასიმ ბეგი ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. მალევე დანიშნეს იეზიდების მთავარი ქურთების ამირად, თანამდებობაზე, რომელიც სიკვდილამდე შეინარჩუნა. მას შვილები არ დარჩენია, ამიტომ მისი სამფლობელოები ბოლოს ყასიმ ბეგის მემკვიდრეებს დაუბრუნდათ. ეგვიპტის ერთ-ერთი ნადავლი მექასა და მედინაში ჩასულ მომლოცველთა გაკონტროლება იყო. მას შემდეგ, რაც სელიმს ადგილობრივი მმართველები დაემორჩილნენ, ოსმალეთის სულთნებმა ხალიფისა და წმინდა ადგილთა მსახურის წოდება მიიღეს. ასე შეწყდა იმ აბასიდი ხალიფების ხაზი, რომლებიც კაიროს მას შემდეგ მართავდნენ, რაც ბაღდადი დაეცა. სელიმის მემკვიდრის, სულთან სულეიმან დიდებულის მმართველობის დროს ოსმალეთის ექსპანსიას ევროპისაკენ პირველი სერიოზული გამოცდა ელოდა ჰაბსბურგების, ავსტრიული დინასტიის გამოისობით, რომელიც გერმანიას, იტალიას, ესპანეთსა და მექსიკას მართავდა და პერუში ახალაღმოჩენილი საგანძურიც მას ეკუთვნოდა. რამდენიმე წელიწადში ვენასთან განცდილი მარცხის შემდეგ სულთანმა ხელი მოაწერა ისტორიულ ხელშეკრულებას საფრანგეთთან, მდიდარ და ძლიერ ქვეყანასთან, რომელიც ამბიციებით ჰაბსბურგებს ტოლს არ უდებდა. საფრანგეთის მეფეს უფლება მიეცა არაერთ საზღვაო პორტში, მათ შორის ალეპოში, თავისი სავაჭრო წარმომადგენლობები ჰქონოდა, რომელთაც კონსულები გაუძღვებოდნენ, მათ კი ექსტრატერიტორიული უფლებები მიენიჭებოდათ. აღმოსავლეთში კი სპარსეთის მხრიდან საფრთხე შემცირდა ჩალდირანის ბრძოლისა და შაჰ ისმაილის ნაადრევის სიკვდილის შემდეგ. 1534 წელს სულეიმანმა შაჰის მემკვიდრის წინააღმდეგ ლაშქრობა წამოიწყო. სპარსეთის ჯარებს უკან მოუხდათ დახევა. როდესაც ოსმალოთა უზარმაზარი არმია ჯერ აღმოსავლეთისაკენ დიარბაქირიდან ვანისა, სადაც სულეიმანმა მაჰმუდის ტომისაგან ქვეშევრდომობის აღთქმა მიიღო და თავრიზისაკენ დაიძრა. შემდეგ თოვლსა და ყინვაში ჰამადანისაკენ, ბოლოს კი ხულაგუს ძველი, ნაცადი სავაჭრო გზებით ბაღდადისაკენ, რომელიც დეკემბერში დამორჩილდა მომხდურს. მონღოლებისაგან განსხვავებით სულეიმანს მეორე ჯარი არ დაუძრავს მოსულიდან, ტიგროსის ველით ბაღდადამდე. დიდი ზაბის სამხრეთი ტერიტორია, ერბილისა და კირკუკის მთავარი ციხესიმაგრეები, მოსულიდან ბაღდადამდე მისასვლელი გზის გასწვრივ. მაშინ სორანის ტომის ქურთ შიიტებს ეკავათ. ისინი კი შაჰის მოკავშირეები იყვნენ. ბაღდადის აღების შემდეგ სულთანმა მოსულთან კომუნიკაციის გაადვილება მოინდომა. ამიტომ სორანის ემირი სიკვდილით დასაჯა და ერბილის გუბერნატორად დასენის ტომის წარმომადგენელი იეზიდი ჰუსეინ ბეგი დანიშნა. ამის შემდეგ სულ მალე სიკვდილით დასჯილი მმართველის შვილიც რომ გარდაიცვალა, ჰუსეინ ბეგს მთელი სორანის სამფლობელოები ებოძა. იეზიდის მმართველობა, რასაც შიიტური აღმსარებლობის დევნა შევიწროვება მოჰყვა, ხანმოკლე გამოდგა. სორანის ემირების ბიძაშვილმა, რომელიც მანამდე თავს სპარსეთს აფარებდა, ჰუსეინ ბეგის არყოფნაში ერბილის დაკავება მოახერხა. იეზიდი მმართველი თან ახლდა იმ ჯარს, რომელიც ერბილის ხელახლა დასაპყრობად გაიგზავნა, მაგრამ სორანელებმა დაამარცხეს და დიდი 500 სულიანი დანაკარგი განაცდევინეს. მეორე მცდელობისას ჰუსეინ ბეგი შეიპყრეს, სტამბულს გააგზავნეს და იქ სიცოცხლეს გამოასალმეს. სორანის ტომი კი შესაბამისად ოტომანთა იმპერიას დაემორჩილა. ამასობაში ურმიის ტბისა და თავრიზის გავლით სულთანი თავის დედაქალაქში ბრუნდებოდა, სადაც ქურთისტანის საქმეები გადაიბარა და მაჰმუდის ტომის ორპირი წინამძღოლი სიკვდილით დასაჯა. თავისი ხანგრძლივი მმართველობისას სულეიმანს სპარსეთთან კიდევ ორი ომის გადახდა მოუწია, მაგრამ საზღვარი მაინც 1555 წლის საზავო ხელშეკრულებით დადგინდა.
ირანის დასავლეთის საზღვარი იმდროინდელისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. მე-16 საუკუნის ბოლოს დუმბელის ტომი საზღვრის სპარსულ მხარეს სახლობდა. მისი მმართველები და დუმბელელთა უმეტესობა სუნიტი მუსლიმები გახდნენ, მაგრამ მცირე ნაწილმა იეზიდთა რწმენას არ უღალატა და ზოგი მოგვიანებით ანატოლიაში გადასახლდა. მათი ტრადიციული მტრის, მაჰმუდის ტომის საცხოვრისი საზღვრის მეორე მხარეს, ოტომანთა ტერიტორიაზე ვანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა. ეს ტომი მეტწილად საკუთარი მმართველის ბრძანებით გამუსლიმანდა. იეზიდთა რელიგია ადრინდელივით აგრძელებდა არსებობას ტიგროსის ველის გასწვრივ, დიარბაქირსა და მოსულს შორის და ჯებელ სემანში ალეპოს დასავლეთით მდებარე ანკლავში. დაახლოებით ამ დროს დაიწყო მისი მოძლიერება აყვავების ხანა ახალ გარემოში, სინჯარის იზოლირებულ მთებში, სადაც ისტორიის მსვლელობა მას მუდამ გვერდსული და ათაბეგ ლულუს სიკვდილის შემდეგ, მაგრამ 1517 წელს ეს ტერიტორიაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მე-17 საუკუნის დასაწყისში იეზიდებმა სინჯარში სასტიკად დაამარცხეს ოტომანის სარდალი ნასუხ ფაშა. მე-17 საუკუნეში ძალთა თანაფარდობა ოტომანთა იმპერიასა, რომელმაც დიდძალი რესურსი დახარჯა ევროპაში ომის საწარმოებლად და სპარსეთს შორის, რომელსაც ძლევამოსილი შაჰ აბასი მართავდა, უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. ბაღდადის ამბოხებულმა მმართველმა 1623 წელს სპარსელებს ხელახლა დააპყრობინა ქალაქი. ოსმალები ჯერ დამარცხდნენ, მაგრამ შემდეგ მალევე ჩაიგდეს ხელში კირკუკი და მოსული. ამ მღვრიე დროის ერთ-ერთ მომენტში დასენის ტომის მმართველთა ის შტო, რომელიც მოკლული წმინდანის შეიხ ჰასანის ჩამომავალი იყო, სორანის მთებიდან მოსულმა მთავარმა შეიხ აბუ ბექრის, შეიხ ადის ბიძაშვილის შთამომავალმა დაამხო. შეიხმა მუჰამედმა, სხვაგვარად ელ-ქურთიმ, ელ-ერბილიმ, ელ-ბათინიმ, მოკლა დასენის ტომის მირი, დახოცა მისი 80 მიმდევარი, დააარსა მირების დინასტია, რომელიც მეფობს იეზიდებზე და ლალიშის სიწმინდეებსა და ტაძარს იცავს. ახალმა მირმა თავისი ნათესავები, ბასმარიის წარჩინებული ოჯახის წარმომადგენლები, დანიშნა პირად გვარდიად, რომელიც მის ძალაუფლებას განამტკიცებდა. სწორედ ამ დროს ოსმალეთის სულთანი მურად მეოთხე, სელიმ საზარელის ღირსეული მემკვიდრე, პირადად ჩაუდგა ჯარს სათავეში ბაღდადის დასაბრუნებლად. მან შემთხვევითობას არაფერი მიანდო. სვლა ალეპოდან დაიწყო, ურფის, დიარბაქირის, მარდინის, მოსულისა და კირკუკის გავლით და ამ სვლელობის 197 დღეს ბაღდადის გალავანს მიაღწია. 1638 წლის დეკემბრის ბოლოს მურადმა ქალაქი იერიში დაიღო. თანამედროვეთა ცნობებით, დასენის ხალხისაგან შემდგარ ჯარს ვინმე მირზა ბეგი სარდლობდა. 1639 წლის იანვარში მურადი სტამბოლში გაემგზავრა, სადაც მომდევნო წელს გარდაიცვალა. იგი იყო ოსმალეთის მეორე და უკანასკნელი სულთანი, რომელმაც ერაყზე გაილაშქრა. სულთანი მურადის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ოსმალეთის პოლიტიკური ორიენტაცია სადავო გახადეს ერთმანეთთან მოკიშპე ძალებმა. 1659 წელს დიდი ვეზირი ყარა მურად ფაშა ზემოთ ნახსენებ მირზა ბეგს მოსულის მმართველად ნიშნავს. მომდევნო წელს დიდი ვეზირი იცვლება და მირზა ფაშა სტამბოლში მიემგზავრება ახალი თანამდებობის მისაღებად. მელექ აჰმედ ფაშა, ახალი დიდი ვეზირი, იეზიდებს არ ენდობოდა. 1640 წელს დიარბაქირის მმართველობისას იგი სათავეში ედგა სადამსჯელო ექსპედიციას, რომელიც საჩელის ქურთების, იეზიდური ტომის ჯებელ სინჯარიდან წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს ტომი ვაჭართა და მომლოცველთა ქარავნებს ძარცვავდა და მარდინის დაბლობის სოფლებს თავს ესხმოდა. ოსმალეთის არმიამ ალყა შემოარტყა მთას. იერიში დაიღო იეზიდთა პოზიციები და მას შემდეგ, რაც ორივე მხარემ დიდძალი მსხვერპლი ნახა, ნაძარცვის საქონელი დაიბრუნა. მირზა ფაშას ხარჯიანი და უნაყოფო ინტრიგები სტამბოლში რამდენიმე თვეს გაუგრძელდა. მერე კი შინ დაბრუნება გადაწყვიტა. მისმა მეტოქეებმა დიდი ვეზირი დაარწმუნეს, რომ მირზა ფაშა რაღაც უკეთურებას ამზადებდა. ჯარმა, რომელიც დიდი ვეზირის ძმისშვილი ევლია ჩელები ახლდა, გზა გადაუღობა დასენელ თავადს, როგორც კი იგი ქალაქიდან გავიდა. მირზა ფაშა სიკვდილით დასაჯეს. მისი თავი კი თოფქაფის სასახლეში გაიგზავნა.
რათა კარიბჭის თავზე ყველას დასანახად გამოდებულიყო. რამდენიმე დღის შემდეგ მელექ აჰმედ-ფაშა თანამდებობიდან გადააყენეს. ყოფილი დიდი ვეზირი ბალკანეთში მიავლინეს მნიშვნელოვანი თანამდებობის დასაკავებლად. 1655 წლის დასაწყისში იგი ვანის მმართველად დაინიშნა. პირველი, რაც მან ახალ თანამდებობაზე გააკეთა, ევლია ჩელების დიარბაქირში გაგზავნა იყო, ადგილობრივი მმართველის ფირარი მუსტაფა-ფაშასთვის ძველი ვალის გამოსართმევად. ევლია ჩელებიმ თავისი არაერთი მოგზაურობის ამბები მართლაც მონუმენტურ წიგნში აღწერა, რომლის ტექსტიც მეტწილად შემოგრჩა. ჩელები ხვდება, რომ დიარბაქირში ჩასვლისთანავე შეუტყვია თითქოს მმართველი ლაშქრობაში იყო წასული, რათა სინჯარელი იეზიდებისგან გადასახადები აეკრიბა. იგი 1655 წლის მაისში პირადად შეხვდა მუსტაფა-ფაშას, რომელიც ბელეთ სინჯარის ქვემოთ დაბლობზე იყო დაბანაკებული. ევლია ბიძამისის 1640 წლის ლაშქრობის ამბებს ხვდება. მთის ხალხს სიმაღლეებზე ხელსაყრელი პოზიციები დაეკავებინათ და მმართველს ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ბოლოს ოლქის მმართველმა ელჩობა გაუგზავნა აჯანყებულებს. მათ შორის იყო ევლია ჩელები და გადასახადების გადახდა მოსთხოვა. ქურთებმა უპასუხეს, თუ მელექ-ფაშა დაბრუნდებოდა მათთან საბრძოლველად, მაშინ მის ნაფეხურებს დაახოკავდნენ სახეებს, მაგრამ მუსტაფა-ფაშას მხოლოდ 10 თოფ აბრეშუმს მისცემდნენ. განრისხებულმა ფაშამ ახალ ჯარებს უხმო. სწორედ ამ დროს ევლიას სამსახურებრივი მოვალეობების გამოდაბრუნება მოუხდა და ლაშქრობის შემდგომი ამბები ჩვენთვის უცნობია. ევლიას ერთი ღამე მთაში გაუტარებია, ელჩობასთან ერთად. იგი აღწერს მეამბოხეთა სამოთხეს, რომელსაც 70 წყარო აძლევს წყალს და სადაც ტანმაგარი, თმაგაშლილი მამაკაცები ცხოვრობენ მრგვალი შავი თვალებით. აცვიათ მრავალფერი შალის სამოსი, ბამბუკისაგან დამზადებული მძიმე ფეხსაცმელი, წელს უმშვენებთ აბრეშუმის ქამრები, თავს ჩალმები, შეიარაღებულნი არიან ხმლებით, სკიმიტრებით, საბრძოლო ცულებითა და თოფებით, ისეთებით, რომ რწყილის თვალს არა აცილებდა ტყვიას. მათი ქალებით მას იზრდიან კოჭებამდე. ჰყავთ უამრავი ძაღლი, მეტწილად შავი, რომლებსაც თავსევლებიან. ყოველდღიურად იკვებებიან ფეტვის პურით, ცხრის ხორცით, დროდადრო მონადირებული მწყერიც გამოერევათ ხოლმე. ასევე მოჰყავთ მანანა, უვლიან ფუტკარს, ვაზს, ამზადებენ ქიშმიშს და აბრეშუმს. ეს ყოველივე დიდად ფასობდა მარდინელ და ბაღდადელ ვაჭრებში. სინჯარელი იეზიდების რელიგიას იგი არ ჩაღრმავებია, მხოლოდ უღმრთოს უწოდებს ერთგან. ჩელები აღნიშნავს, რომ მთაში იეზიდებთან ერთად ქურთები და არაბებიც ცხოვრობენ. დასავლეთის უკაცური მიწები თაიის არაბულ ტომებს ჰქონდათ ათვისებული საძოვრებად. ახალ სამსახურებრივ მისიას ევლია თავრისში ჩაუყვანია, რომელიც კვლავ სპარსელთა ხელში იყო. აქ მას მონაწილეობა უწევდა მოლაპარაკებებში ბაღდადის ოტომან მმართველის გასათავისუფლებლად, რომელიც დუმბელის ტომის ყაჩაღებს მოეტაცებინათ. დასავლეთ ირანში მგზავრობის შემდეგ 1656 წელს ევლია ჩელებიმ ბაღდადს ჩააღწია. რამდენიმე კვირაში იგი მოსულში გაემგზავრა, იქიდან ვანში. თუმცა მოსულიდან რომ გაემგზავრა, ჩელების გვარიანად გადაუხვევია გზიდან. ჯერ სამხრეთით, ბარქანში ჩასულა, ტიგროსისა და დიდი ზაბუს შერწყმის მიდამოებში, იქიდან კი ჩრდილოეთით, დასენის ქვეყანაში. შემდეგ კვლავ ჩრდილოეთისაკენ აუღია გეზი, ამადიამდე, ბოლოს დასავლეთისაკენ, ჯეზირა იბნ ომარისაკენ. ევლიას ნაამბობი დასენის მიწაზე სტუმრობის შესახებ მეტისმეტად მოკლეა. ბარქანიდან წასული, პირველად მანარში გაჩერებულა, 500 სახლიან სოფელში, რომელიც აქრას ოლქს მიეკუთვნებოდა და მოსულიდან იმართებოდა. იქ სახლობდნენ იეზიდები, რომლებიც ერთიანად მუშკეტებით ყოფილან შეიარაღებულნი და თან ისეთი მსროლელები ბეღურას თვალში გაარტყამდნენ. მუსლიმს, რომელიც სატანას, იეზიდს ან შავ ძაღლს შეუკურთხებდა, მყისიერი სიკვდილი არ ასწდებოდა. იგივე სასჯელი იყო დაწესებული ხავხზე დაბიჯების ან შავი ძაღლის ცემის გამო. მომდევნო დღეს ევლიას და მის თანმხლებ პირებს დასენის მმართველის ბინამდე მიუღწევიათ. მას აღწერს როგორც დოჰუკის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ტომის მამამთავარს. უჩვენებია თუ არა ევლიას
მოსულის მმართველის სარეკომენდაციო წერილი მამამთავარს მაშინვე უზომო სტუმართმოყვარეობა გამოუჩენია მგზავრების მიმართ. ევლია მას წარმოაჩენს როგორც სულიერებით ახსილ, თან უზადო მანერების ადამიანად. ასევე აღნიშნავს, რომ იგი 10,000 მუშკეტერს მეთაურობდა და რომ იეზიდებს არ უყვარდათ შიიტები. ევლია ჩელები წერს, რომ შეიხ ადის ტაძარი იეზიდებით დასახლებული ტერიტორიის შუაგულში იდგა. ეს იყო დიდი მონასტერი მაღალგუმბათიანი აკლდამის გვერდით. ასეულათასობით სუნიტური ქურთული ტაძრიდან ვერცერთი შეედრებოდა ამ ნაგებობას ოქროს მორთულობათა სიმდიდრით და დახვეწილობით. იეზიდებმა ევლიას დარწმუნებას სცადეს, თითქოს შეიხი ადი იმამ ჰუსეინის ერთ-ერთი მიმდევარი იყო ქერბალაში. მერე ისიც მიატოვა და მის მტრებს შეუერთდა. თავისი მოგზაურობის აღწერაში ევლია სამხიარულებს დეზინფორმაციის ეს ჭკვიანური ნიმუში. თუმცა ურჩევნია სჯეროდეს, რომ შეიხი ადი წინასწარმეტყველ მუჰამედის მეგობარი იყო და არაბების მიერ მოსულის აღების დროს სასიკვდილო ჭრილობებმა იმსხვერპლა. 1672 წელს წმინდა მამა ჟან-მარი დეჟესუ, კარმელიტი ბერი, მისი ბინის მახლობლად მიგრანტთა ერთ ტომს გადაეყარა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იეზიდთა ცხოვრებაში მე-17 საუკუნეში. მის დღიურში წერია: შევხვდით იეზიდების თუ ქურთების მეფეს ან თავადს, რომელიც უდაბნოდან მოდიოდა მთის სიგრილეში ზაფხულის გასატარებლად. თან ახლდა აურაცხელი ხალხი, ყველანი ღარიბულად ჩაცმულნი, თან ურიცხ ცხვარ ძროხას მოერეგებოდნენ, რაც მათი ყოველდღიური საკვები უნდა ყოფილიყო. ამ თავადის, თუ შეიძლება ასე ითქვას წინ, დროშა მოჰქონდათ, ნახევრად წითელი, ნახევრად ყვითელი, მუჰამედის ემბლემებით, რადგან მასზე ნახევარმთვარე და 7 მედალიონი იყო გამოსახული. მეორე მხარეს კი ხმალი, გაყოფილი, როგორც კომპასი. უკან 3 მხედარი მოსდევდა, მშვილდისრითა და დიდი დანებით შეიარაღებული. თვით მეფე სულ ბოლოში მოჯირითობდა, მწვანე მაუდით გაწყობილ ბეწვის ქურგში გამოხვეული. თავზე თურქული ჩალმა ეხურა, ცხენი კი ცოტა არ იყოს გამხდარი ჰყავდა. ეს ყველაფერი სულ ახლოდან ვნახეთ, ქვის გასროლის მანძილზე ვადევნებდით თვალს. ქრისტიანი მისიონერების ხელახლა გამოჩენა ახლო აღმოსავლეთში შემთხვევითი არ ყოფილა. ევროპაში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა. გერმანიის სამოქალაქო ომითა და ესპანეთის გაღატაკებით დასუსტებული ჰაბსბურგები გავლენას ვეღარ ახდენდნენ ევროპის კონტინენტის პოლიტიკაზე. საფრანგეთი ახლა დასავლეთის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო და მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში მისი მთავარი მინისტრები კათოლიკური ეკლესიის კარდინალები იყვნენ. 1622 წელს პაპმა გრიგორ მე-15-მ რწმენის გავრცელების წმინდა კრება დააარსა, რომელიც ცნობილია ინსტიტუციური სახელით პროპაგანდა ფიდე. მისი მიზანი იყო გზაცდენილთა ქრისტიანობაზე მოქცევა, ჩრდილოეთ ევროპის პროტესტანტებისა და აღმოსავლეთის უძველესი ქრისტიანული თემების დაბრუნება ეკლესიის წინაშე. მართალია, ოტომანთა იმპერია ინარჩუნებდა ხალიფების ტრადიციულ სისტემას, რომლის თანახმადაც ქრისტიანულ თემებს თავიანთი პატრიარქები მართავდნენ და გადასახადებსაც ისინი უწესებდნენ, მაგრამ თვით ეკლესიები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ნესტორიანული ეკლესია, მათგან ყველაზე ძველი, ჯერაც არსებობდა და მისი პატრიარქი ქალაქ ალყოშში ცხოვრობდა. მაგრამ ამ ეკლესიის დიდების ხანა წარსულს ჩაჰბარდა. მე-16 საუკუნეში ჩრდილოეთის ეპარქიები, რომლებიც დიარბაქირიდან და მარდინიდან ჰაქიარის მთებამდე და ურმიის ტბამდე გადაჭიმულ მთელ არეალში იყო გაბნეული, ნესტორიანულ ეკლესიას გამოეყო და რომთან აფილირებულ მის მეტოქე საპატრიარქოს დაექვემდებარა. მე-17 საუკუნის ბოლოს ეს საპატრიარქო ურმიის ოლქში გადავიდა და პაპთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. შორეული ინდოეთის სამხრეთში ნესტორიანელებს პორტუგალიელები დევნიდნენ როგორც ერეტიკოსებს და 1665 წელს მათ იაკობიტურ ეკლესიას გამოუცხადეს ერთგულება. მანამდე სულ რამდენიმე წლით ადრე სინჯარის ბოლო ნესტორიანელი მიტროპოლიტი გარდაიცვალა. მისი შემცვლელი არ დანიშნულა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ეს კონგრეცია იეზიდური გახდა. იაკობიტი პატრიარქი ჯერაც დეირ ეს-ზაფარანის მონასტერში ცხოვრობდა მარდინის გარეთ და ტურაბდინში რიცხობრივად ბევრად შემცირებულ მრევლს ედგა სათავეში.
ერახში მისი თანაშემწე, რომლის წოდებაცაა მაფრიანი, მოსულში ცხოვრობდა. ახლო აღმოსავლეთში კათოლიკეთა მისიონერულ მოღვაწეობას სწორედ რწმენის გავრცელების ზემოხსენებული კრება წარმართავდა და ეს საქმიანობა ფრანგული პროვინციების კაპუცინურ, კარმელიტურ და იეზუიტურ ორდენებს ჰქონდათ დაკისრებული. ფრანცისკანელთა მისია, რომელიც ახლა ძირითადად იტალიიდან და ესპანეთიდან არჩევდა მისიონერებს, საუკუნეების განმავლობაში იცავდა ქრისტიანულ წმინდა ადგილებს იერუსალიმში, ბეთლემსა და ნაზარეთში და მომლოცველთა საჭიროებებზე ზრუნავდა. საფრანგეთის კონსულებმა როგორღაც მოახერხეს და ალეპოსა და სხვა ქალაქებში მყოფი მისიონერებისათვის დიპლომატიური ხელშეუხებლობა გამოითხოვეს. მე-17 საუკუნის შუა ათწლეულებში ტურენის კაპუცინურმა პროვინციამ არაერთი მისია გააგზავნა ეგვიპტეში, კვიპროსში, სირიაში, მესოპოტამიაში, სპარსეთსა და ინდოეთში. ალეპოში მათ ფრანცისკანელი კუსტოსები მეთვალყურეობდნენ. პერი ჟან ბატისტ დე სენტენიანი, ტურის აღმოსავლეთით, ერთ პატარა სოფელში დაბადებული კაცი, უკვე 16 წელი მსახურობდა მისიონერად, როცა 1661 წელს ალეპოში გაამწესეს. არაბული სწავლის შემდეგ მესოპოტამიაში გააგზავნეს. მისი ორდენის არქივების მასალა მოწმობს, რომ იგი გამოირჩეოდა რწმენით, მიზანდასახულობითა და ენერგიით. ერთი ცნობის თანახმად, ერთხელ 32 დღეულია ფეხით მოსულიდან ალეპომდე. სწორედ მან გაავრცელა ხელახლა სახარება მთელ სირიაში, ანატოლიასა და ერახში. განსაკუთრებით გაუთქვამს სახელი სიკვდილის პირას მყოფებთან სულის დამაამებელი საუბრებით. 1667 წლის გაზაფხულზე მამა ჟან ბატისტი მოსულიდან ალეპოში მისიის სათავო დაწესებულებაში გამოიძახეს. გზად იგი დიარბაქერში დაუტყოვებიათ და რამდენიმე თვით დაუტოვებიათ იქაური ფაშისა და მისი ძმის სამკურნალოდ, რადგან ორთავე მძიმედ იყო დასნეულებული. ჯილდოდ კი უფლება მიეცა მისიონერული სამუშაო დაეწყო ამ ქალაქში, ადგილობრივ ნესტორიანელებთან, რომელთა ეპისკოპოსი მოგვიანებით გაკათოლიკდა და ქალდეველ პატრიარქთა ახალ ხაზს დაუდო სათავე. საბოლოოდ 1668 წელს ალეპომდე რომ ჩააღწია, მამა ჟან ბატისტს ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელობა დაევალა. ერთი წლის შემდეგ იგი ახლო აღმოსავლეთის ყველა კაპუცინური მისიის კუსტოსად დაინიშნა. ალეპოს თითოეულ კაპუცინს შორის ყოფილა მამა ჟუსტინიან დენოვის სურლუარი, ადგილობრივ სომხებთან ხუთწლიანი მისიონერული გამოცდილების მქონე მოძღვარი, რომელსაც შესანიშნავად სცოდნია არაბული და არც თუ ურიგოდ ქურთული. 1668 წელს სომხებთან ურთიერთობის წყალობით მან ერთობ საინტერესო ამბები შეიტყო ჯებელ სემანის არეალის იეზიდების შესახებ, რომლებთანაც სომხებს რამდენიმე საქმიანი გარიგებაც დაუდიათ. ისე მოხდა, რომ იეზიდთა ორი მამამთავარი ალეპოს ინგლისელთა პროტესტანტ კაპელანს შეხვედრია. სწორედ მათ უთქვამთ კაპელანისათვის, რომ 40 წელი სთხოვდნენ იეზიდები ღმერთს მათთვის სწორი, ხსნის გზა ეჩვენებინა და რომ ძლიერმა მუდარამ და შინაგანმა სინათლემ თავის იქნა. დაარწმუნა ისინი, რომ ქრისტიანობა უნდა ეღიარებინათ. კაპელანს ისინი გულითადად მიუღია და ახლა მათი სულიერი მოძღვარი გამხდარიყო. სომხებს იეზიდებისათვის ის აღარ უთქვამთ, რომ თავად ინგლისელებმა აქციეს ზურგი ჭეშმარიტ ეკლესიას. მამა ჟან ბატისტი და მამა ჟუსტინიანი სასწრაფოდ გაემგზავრნენ იმ სომხებთან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდნენ მისი ნაცნობი იეზიდები. რამდენიმე დღის მსჯელობის შემდეგ მისიონერებმა დაადგინეს, რომ იეზიდები მართლაც გულწრფელები იყვნენ. ამის შემდეგ მათ იეზიდები დაარწმუნეს, რომ სწორედ რომის პაპი იყო ყველა ქრისტიანის სულიერი მამა და შეთანხმდნენ, რომ მომდევნო კვირას მათ თემს მამა ჟუსტინიანი ეწვეოდა. რწმენის გამავრცელებელი კრებისათვის გაგზავნილ ანგარიშში მამა ჟუსტინიანი აღწერს, როგორ იმგზავრა ბერმა ალეპოდან ფეხით იეზიდი გიდების თანხლებით. ქალაქს რომ მიუახლოვდნენ, იეზიდებმა მას უბრალო სამოსი ჩააცვეს, ცხენზე შესვეს და იეზიდთა ტერიტორიაზე მიმოატარეს. მისმა თანხლებებმა ცნობის მოყარეებს განუცხადეს, რომ სტუმარი ქრისტიანული სალოცავების დასათვალიერებლად იყო ჩასული. დილით მათ მთების ფერდობებს მიაღწიეს, სადაც ერთ-ერთი შეიხი, სახელად ადი, მისიონერებს დიდი პატივისცემით, გულთბილი ხვევნით მისალმებია და ბრენდის მსგავსი სასმლით გამასპინძლებია. გაირკვა, რომ მალე სხვა შეიხის ჩამოსვლას ელოდებოდნენ ქილისიდან, ქალაქიდან, რომელიც
იმ ადგილებიდან 11 საათის სავალით იყო დაშორებული. როცა მამა ჟუსტინიანი იეზიდთა ბანაკში მივიდა, მის პატივსაცემად დასაკლავით სხვარი მოუყვანიათ, სალამურების, დაფთაფებისა და ბარბითის დაკვლითა და მუსიკობით. ქალები, რომლებსაც საუკეთესო სამოსი ეცვათ, შავი კარვებიდან სიხარულის შეძახილებით გამოეგებნენ. ზეიმი რამდენიმე დღეს გაგრძელდა, საზეიმო ცეკვებით, რომის პაპის, საფრანგეთის მეფის, საფრანგეთის კონსულისა და კაპუცინთა მისიისათვის პატივის მისაგებად. დალეულა უამრავი ბრენდი, როგორც ავტორი წერს, რძესავით, თუმცა იეზიდებსა და მათ სუხუცესებს ბოლომდე ღირსეულად ეჭირათ თავი და მისი იქ ყოფნისას მისიონერს ერთი გადაბრუნებული ან ხმამაღალი სიტყვა არ სმენია. თავის ანგარიშში იგი იეზიდებს თავდაჭერილ, მოკრძალებულ და უშუალო ხალხად აღწერს. ყველა იქ მყოფს, ორ შეიხს, შავსამოსიან სასულიერო პირებს, თუ თემის სხვა წევრებს, რომლებიც ყელთან მრგვალა დამოჭრილ თეთრ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, სურდა, რაც შეიძლება მეტი შეეტყო ქრისტიანობის შესახებ. იეზიდებს სურვილი გამოუთქვამთ მათი ტრადიციული ინსტრუმენტების თანხლებით სვიმეონ მესვეტის დანგრეულ ბაზილიკაში მესაჩატარებულიყო. იყო მსჯელობა იმაზეც, რომ რომის პაპთან დიდი ელჩობა გაგზავნილიყო სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიის ყველა იეზიდის სახელით. იეზიდებმა დაარწმუნეს მამა ჟუსტინიანი, რომ ეშმაკს თაყვანს სულაც არ სცემდნენ და თუ სატანის დაწყევლა დაგმობაზე უარს ამბობდნენ ხოლმე, ეს მათი საყოველთაო პრინციპის ნაწილი იყო. ღმერთის არც ერთი ქმნილების დაწყევლა არ შეიძლებოდა. როცა დავინახე მათი მოწადინება ეკლესიის წიაღში დაბრუნებისა, მათი ცრემლები და მათი სიყვარული, მეგონა სიზმარში ვიყავი და არა ცხადში, წერდა მისიონერი. მამა ჟუსტინიანის ანგარიშით გულმოცემული მამა ჟან-ბატისტი ალეპოდან ჩამოვიდა და თავისი ანგელოზის დღე იმით აღნიშნა, რომ 1668 წლის 24 ივნისს ჯებელ სემანში სადღესასწაულო მესა მოაწყო. იერემიას პირველ თავს რომ კითხულობდა, გაუარა შეშფოთებამ იმის გამო, რომ იეზიდები ვერ გაიგებდნენ ლათინურ ენაზე მსახურებას, რომელსაც 2 კაპუცინი და 3 სომეხი ძმა უძღვებოდნენ, საერო პირები, რომელთაგან ერთს სტიქარი ეცვა. მესა როგორც წესი და რიგია დაიწყო საგალობლით, ვენი კრეატორ სპირიტუს, მოდი წმინდა ოსულო, შემოქმედო კურთხეულო, და დასრულდა 2 შეიხის ნათლობით, რომელთაც ახალი სახელები პეტრე და პავლე ეწოდათ. მისიონერთა მისასალმებლად უამრავი იეზიდი შეიკრიბა. ერთ-ერთმა გაიხსენა გადმოცემა, რომლის თანახმად მისი ხალხი სწორედ იმ ძველ ჯადოსანთა ჩამომავალი იყო, რომლებმაც ანტიოქიის დაცემის შემდეგ მთებს შეაფარეს თავი. საყოველთაო თანხმობა მხოლოდ სომეხთა ქცევამ დაარღვია, რომლებიც გაჯიუტდნენ და თევზაობას შეუდგნენ იეზიდთა თხოვნის მიუხედავად, დაენდოთ ეს წმინდა არსებები. შემდეგ მამა ჟან-ბატისტი ალეპოში დაბრუნდა. მამა ჟუსტინიანმა კი მისიონერული საქმიანობა განაგრძო. ერთიანად მან მთებში 7 თვე გაატარა და ამ პერიოდში კიდევ 13 იეზიდი მოინათლა. 1669 წლის ნოემბერში იგი ალეპოში იყო და გამყოლსელოდებოდა, რომელსაც იგი იეზიდების მთავართა შეკრებაზე უნდა წაეყვანა. ამჯერად სინამდვილეს სიზმარს აღარ ჰგავდა. სომხებმა, რომლებმაც თავდაპირველად თავად გააცნეს მამა ჟუსტინიანს იეზიდები, ახლა მის წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება. მათ ეჭვი შეიტანეს, საჭირო იყო თუ არა იეზიდებისათვის სულიერი მამობა მას გაეწია. აცხადებდნენ, რომ მისიონერმა იეზიდთა მამამთავრის ფუნქციების უზურპაცია მოახდინა და რომ ტომის წარმომადგენლები ამჯობინებდნენ ერთ-ერთ სხვა ორდენთან დაეჭირათ საქმე. კარმელიტებმა ეს წინადადება უარყვეს, მაგრამ იეზუიტებმა, რომლებსაც იეზიდები ჯერ კიდევ 18 წლის წინ დაესახათ თავიანთი საქმიანობის სამიზნედ, მათ დახმარება შესთავაზეს. იეზუიტები კიდევ 2 იეზიდმა ინახულა. მთავარმა, რომელსაც დერვიშ სოვარი ერქვა, და ერთმა მნიშვნელოვანმა შეიხმა, სახელად ბარაქათ ბაქმა, და ორივე ძალზე მოიხიბლა მათი სახელებისა და ჩაცმულობის მსგავსებით. სომხებმა კათოლიკეებს მიანიშნეს, რომ მათი იეზიდი მეგობრებისათვის ძალიანაც მისაღები იქნებოდა გარკვეული სუბსიდიის მიღება. დავა, რომელიც ამას მოჰყვა, საბოლოოდ საფრანგეთის კონსულმა გაანელა, რომელმაც გადაწყვიტა ნებისმიერი მისიონერული ძალისხმევა, რომელიც ფულადი სახსრების გადახდას გულისხმობდა, სამივე მისიას უნდა დაემტკიცებინა.
და ასე გამოეკიდა ჰაერში ადგილობრივ იეზიდებთან მუშაობის ყველანაირი პერსპექტივა. თუმცა მამა ჟან ბატისტ დე სენტ-ენიანი ის კაცი არ იყო ადვილად რომ ნებდებოდა. 1670 წლის აპრილში მან კოლბერტს, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს მოახსენა, რომ ჯერაც არ გაეწყვიტა კავშირი იეზიდებთან და თან დასძინა. ეს უკანასკნელები მათ 30,000 მეომრის შეშველებას სთავაზობდნენ, თუ საფრანგეთის მეფე მათ საერთო მტერზე გადაწყვეტდა იერიშის მიტანას. ამას გარდა, წერილი მისწერა თავისი ორდენის წინამძღვარს საფრანგეთში. იმავე წლის ბოლოს კი სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოებიდან მიიღო უფლებამოსილება განეახლებინა იეზიდებს შორის მისია, მაგრამ უხმაუროდ და სხვა მისიებისათვის შეუტყობინებლად. 1671 წლის დასაწყისში ალეპოში საფრანგეთის ახალი კონსული ჟოზეფ დიუპონი ჩავიდა. თავის პირველივე წერილში რწმენის გამავრცელებელი კრების მიმართ იგი იეზიდებთან წარსაგზავნი მისიის საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას. დიუპონმა რომიდან მომავალი საიდუმლო განკარგულებების შესახებ არაფერი იცოდა და ეგონა, რომ ეს ტერიტორია კაპუცინებსა და იეზუიტებს შორის იყო გასაყოფი. ამიტომ აღნიშნავდა, რომ კაპუცინელთა მისიისათვის კვლავ შესაძლებელი იყო მუშაობა იეზიდების თემთან დიარბაქირსა და მოსულში. სტანდარტული პროცედურების დაცვით ერთი თვის თავზე მან მეორე წერილი გააგზავნა და პოსტსკრიპტუმში სხვა დამატებითი დეტალები დაურთო, რომელთა ხსენება წინა წერილში დავიწყებოდა. დუპონი წერდა, რომ იეზიდთა სულიერი მეთაურები, რომელთაც შორ-შორ მიწებზე გაბნეულებს უმაღლესი სასულიერო პირი, სახელად ჩერსუარი აერთიანებდათ, რამდენიმე თვით შეკრებილიყვნენ წმინდა სვიმეონ მესვეტის მონასტერთან და მოთმინებით ელოდებოდნენ სასიკეთო სიტყვას ქრისტიან მისიონერთაგან და რომ ორი მათგანი მცირე ხნის წინ იეზუიტებსაც სწვეოდა. დიუპონის მეორე წერილი მიზნად ისახავდა რომში ნებისმიერი ეჭვი განექარვებინა იეზიდთა ტერიტორიების უსაფრთხოების თაობაზე. ეს იყო პირველი ასეთი კვლევა დაუსრულებელი შერეფნამეს დროიდან. იგი ალეპოს აღმოსავლეთით მცხოვრებ ხალხთა მდგომარეობას აღწერდა და მის დაუნებურად ააშკარავებდა, რამდენად მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ამ უკანასკნელებს ერთმანეთთან. ჯებელ-სინჯარის გამო დაწყებული სამწლიანი ბრძოლა საჩელის ტომსა და მეზობელი ფაშების ჯარებს შორის მთიელთა გამარჯვებით დასრულდა. მათ 4,000 ტყვი აიყვანეს. ჯებელ-სინჯარის გზა ახლა გახსნილი იყო. ენიდის, ანუ დენედის მოდგმის ხალხი 20 სოფლად ცხოვრობდა მარდინის ქვემოთ მდებარე დაბლობზე და ახლა ისინი ბევრად დაუცველები იყვნენ. ისინი ყოველწლიურ ძღვენს უგზავნიდნენ სულთანს, მარდინის ფაშას კი რამდენიმე სულ პირ უტყს. მოსულის მახლობლად მდინარე ზაბის გასწვრივ მცხოვრებ დასენის ხალხს საკუთარი თავადი ჰყავდა. ამათ შემოუთვლიათ, რომ თუ ქრისტიანები მათ შუბლზე ჯვარს დაასვამდნენ, იმ ჯვარს მათ თავებზე აღმართავდნენ. და ბოლოს რჩებოდა მდინარე ბათმანის გაყოლებაზე ბითლისთან ახლოს მცხოვრები ხალითის ტომი. ესენი 1600 წელს უნახავს ჯონ ქართრაიტს, ინგლისელ მოგზაურს, რომელიც უშუალოდ ემორჩილებოდა უზენაეს სასულიერო პირს, ჩერსუარს და მის ელჩობას, რომლებიც ახლა ჯებელ სემანში იყვნენ შეკრებილები. სარწმუნოების გამავრცელებელი კრებიდან დასტური დიდი დაგვიანებით მოვიდა. 1671 წლის ივნისში მამა ჟან ბატისტი, კარმელიტების სულიერი ხელმძღვანელები და ალეპოს ფრანცისკანელთა მისიები მოკლედ იტყობინებოდნენ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეშმაკის თაყვანისმცემელ იეზიდებთან მუშაობისაგან ბევრს არაფერს უნდა მოველოდეთ. ამიტომ ქრისტეს რჯულზე მათი მოქცევის მცდელობებს თავი დავანებეთ. იეზუიტები მათგან დამოუკიდებლად აგრძელებდნენ მისიონერულ სამუშაოს. ოტომანთა იმპერიის ისტორია, რომელიც 1680 წელს გამოუცია სერ პოლ რიკოს, სტამბოლსა და იზმირში დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ ინგლისელს, იეზიდთა ამბავს ცალკე მოგვითხრობს. მათს მთავარ ქვეყანასა და ქალაქს, ალეპოს სიახლოვეს, ჯეუმე ეწოდება, აფრინის ველის ქურთული სახელწოდება. იქ არსებულ მონასტერში ჰყავთ 12 სასულიერო პირი და მათი წინამძღვარი. მეორე ასეთი მონასტერია მოსულის, ანუ ნინევიის სიახლოვეს. ამ ორი მონასტრის წინამძღვრები დათქმულ დროს ხვდებიან ერთმანეთს სხვადასხვა საკითხის სასიკეთოდ განსახილველად. მათი რიტუალები დახურულ ადგილას გამოქვაბულში ტარდება.
საუბარში გვიხსენებენ ხოლმე ერთთავიანთ წიგნს, რომელიც შეიცავს მათ კანონსა და მათი რიტუალების ჩატარების წესებს. ინგლისელ მისიონერთა წარუმატებელ მცდელობებზე რიკო არაფერს წერს, მაგრამ ამტკიცებს, თითქოს სმენია, რომ ერთხელ თავიანთსას კაპუცინი ბერი მიუპატიჟებიათ. თან შეჰპირებიან, რომ რიტუალების ამ წიგნზე გარკვეულ განმარტებებს მისცემდნენ, ხოლო ჯეუმეში ჩასული ერთი თუ ორი დღით გამოქვაბულში ტყვესავით დაუსვამთ. იმ მოსაზრებით თითქოს იმ დღეებში მათი უზენაესი წინამძღვარი სწვეოდათ მოსულიდან. სიმკაცრით გამორჩეული კაცი, რომელსაც მისი იქ ყოფნის შესახებ არასდიდებით არაფერი არ უნდა გაეგო. თორემ აუცილებლად სიკვდილით დასჯიდა, როგორც მათი რელიგიის შესაცვლელად მოსულ პირს. რის შემდეგაც კაპუცინს თავდაპირველი ცნობის მოყვარეობა დავიწყებია და თავს გაქცევით უშველა. რამდენიმე წლით ადრე, 1674 წელს, რომში გამოიცა წიგნი, სახელწოდებით Specchio ovvero descrizione della Turchia, რომელიც ავტორმა მიკელე ფებურე დენოვიმ შვედეთის ყოფილ დედოფალ ქრისტინეს მიუძღვნა. რამდენიმე წლის შემდეგ პარიზში დასტამბული წიგნის ფრანგული გამოცემა მეფე ლუი მე-14-ს ეძღვნებოდა. უფრო ვრცელი ვერსია, სახელწოდებით Teatro della Turchia, პაპ ინოკენტი მე-11-ს მიეძღვნა და 1681 წელს გამოიცა. მოგვიანებით კი რამდენიმე ენაზე ითარგმნა. ორივე ნამუშევარი შეიცავდა ოტომანთა იმპერიისა და მისი არამუსლიმური უმცირესობების, მათ შორის იეზიდების ვრცელ აღწერას. ავტორი, რომლის ვინაობა დღემდე საკამათოა, იეზიდთა თემის დეტალურ აღწერას იძლეოდა, რაც თავის მხრივ ჯებელ სამანში კაპუცინების გამოცდილებას ეკრძნობოდა. რაც შეეხება ალეპოს აღმოსავლეთით მცხოვრებ იეზიდებს, ავტორი ფებვრი მათზე არაფერს წერს. ოტომანთა იმპერიაში მათ ოდენობად 200,000 სასახელებს და იქვე დასძენს, რომ იეზიდები სპარსეთშიც ცხოვრობენ. იეზიდთა რელიგიის მისეული აღწერა დიდად არ განსხვავდება ამ წიგნის წინა თავში მოყვანილი ცნობებისაგან, თუმცა ქრისტიანობასთან მსგავსებაზე იქ უფროა გამახვილებული ყურადღება. ფარშავან განგელოზის არსი სწორადაა ახსნილი. შეიხი ადი მოხსენიებულია როგორც წმინდანი, სხვა განმარტებების დაურთველად. წერია ისიც, რომ იეზიდთა მოწიწება ცხოვრების მიმართ სულ გადასახადების რწმენით არის განპირობებული. ავტორი არსად ახსენებს შავი ძაღლის კულტს, რომელზეც ევლია ჩელები წერდა, ისევე როგორც რიკო. ამ დროს ფრანგი კონსული ჟოზეფ დუპონი იეზუიტური მისიის მეშვეობით ინარჩუნებდა ურთიერთობას ჯებელ სემანის იეზიდებთან. 1674 წელს, როცა საფრანგეთის ელჩი მარკიზ დე ნუანტელი ალეპოში ჩავიდა, იეზიდების მთავართან საიდუმლო ღამის შეხვედრა მოეწყო. იეზიდთა მთავარმა, ბრძენმა და გამჭრიახმა კაცმა, მას ბევრი კითხვა დაუსვა ლუი მე-14-სა და მისი განზრახვების შესახებ და ელჩს 50,000-იანი ძალა შესთავაზა, რათა საფრანგეთის მეფეს პალესტინა და სირია დაეპყრო. სვიმეონ მესვეტის მონასტრიდან უკანა გზაზე ელჩსა და მის თანმხლებ პირებს იეზიდთა მთავარი და მისი ესკორტი შემუხვდათ. მშვენიერი აღნაგობის, უცნაურად ჩაცმული, შუბებითა და მშვილდისრით შეიარაღებული მეომრები, რომლებიც ფრანგებთან დასამშვიდობებლად მოსულიყვნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ნუანტელმა ცნობა მიიღო, რომ საჩელის ტომს იეზიდ ჩელევკიდებთან და ერთ მუსლიმურ ტომთან ერთად გამანადგურებლად დაემარცხებინა ოტომანთა სარდალი ყაფლან ფაშა. ბერი ჟოზეფ ბესონი, ჯიუტი იეზუიტი წინამძღვარი, იეზიდების საქმეს არ შეშვებია. 1669 წელს, ანუ იმ წელიწადს, როდესაც ჟოზეფ დიუპონი გადამდგარი იყო, პარიზიდან ამბავი მოვიდა. ვინმე პიერ დიუპონს, რომელსაც მღვდლად და თეოლოგიის დოქტორად იხსენიებდნენ, საქველმოქმედო დაწესებულება დაუარსებია და წლიურ 600 ლირს იძლეოდა იეზიდებისთვის იეზუიტთა მისიის დასაფინანსებლად. მამა ბესონსაც მოუხდა მარცხის აღიარება. მისი ბიოგრაფია წერს, რომ მისიონერები, რომელთაც იგი აგზავნიდა, ძალიან მალე რწმუნდებოდნენ, რომ ამ უბედური ხალხის გაქრისტიანების დრო ჯერ არ დამდგარიყო. ასე დაბრუნდნენ ყველანი და ფეხსაცვლიდან გზის მტვერი გადაიბერტყეს. 1691-82 წლის ზამთარში კიდევ ერთი ამაო მცდელობა მარდინის ოლქში მოიღო სხვა იეზუიტმა ბერმა, მამა მიშელ ნომ.
დაახლოებით ამ დროს ალეპოელმა იეზუიტებმა ანონიმური ანგარიში შეადგინეს იეზიდების შესახებ, რომელიც დიუპონის წერილის ბევრ დეტალს იმეორებდა. ასევე ახსენებდნენ წერილის ავტორის 6 წლიან ნაცნობობას ვინმე დელოსთან, ჯუმეს მთაში მცხოვრები იეზიდების ემირთან და მათ სულიერ ლიდერთან შეიხ სუარდთან. ნო 1683 წელს გარდაიცვალა. ბესონი 8 წლის შემდეგ. კაპუცინი კუსტოსი, მამა ჟან ბატისტ დე სენტენიანი 1685 წელს. ჩანაწერები იეზიდებსა და ქრისტიანული სამყაროს პირველი გადაკვეთის შესახებ ცოტა არ არის, მაგრამ ხშირად არაობიექტურია და მხოლოდ ცალმხრივადაა დაწერილი. ამიტომ ბევრ საკითხს განუმარტავად ტოვებს. თუმცა ერთი საინტერესო შემთხვევა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე მარდინში მომხდარა, ნათელს ფენს უღიარებელი უმცირესობების არასახარბიელო ბედს ოტომანთა იმპერიაში და მათ სურვილს უფრო შემწყნარებლური საზოგადოების ნაწილი ყოფილიყვნენ. ერთხელ სულთანი მურად მეოთხე ბაღდადიდან ბრუნდებოდა და გზად მარდინში გავლა მოუხდა. მაშინ მისი ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ ქალაქის 100-ოდე ოჯახს შემსიეს უწოდებდნენ, შემსის ტომი, რომლებიც მზის თაყვანისმცემლობის წინა ისტორიული კულტის მიმდევრები იყვნენ. მათ არ გააჩნდათ რელიგიური წიგნები და მაშასადამე ისლამის ნორმებით ქვეყნიდან განდევნა ან სიკვდილით დასჯა მოელოდათ. მათი დილემა ბოლოს იაკობიტმა პატრიარქმა გადაჭრა, რომელმაც ამ ჯგუფის წარმართობაზე თვალი დახუჭა და თანხმობა განაცხადა ისინი თავის მრევლში მიეღო. 2 საუკუნის შემდეგ მარდინში კვლავ არსებობდა იაკობიტთა ეს გამორჩეული ჯგუფი. 1680 და 1720 წლებს შორის ძალთა თანაფარდობა ოტომანთა იმპერიასა და დასავლურ სამყაროს შორის საბედისწეროდ შეიცვალა. სულთნები იძულებულნი გახდნენ ჰაბსბურგებისთვის ის ტერიტორიები დაებრუნებინათ, რომლებიც მათმა წინაპრებმა 200 წლის წინ დაიპყრეს. საფრანგეთი, მათი ტრადიციული მოკავშირე, ძალზე ხარჯიან სახმელეთო თუ საზღვაო ომებში იყო ჩართული და ასე გრძელდებოდა მთელი მე-18 საუკუნე, რამაც ბრიტანეთს საშუალება მისცა ინდოეთის დიდი ნაწილი დაეკავებინა. აღმოსავლეთით ოსმალურ არმიას სპარსეთთან ჰქონდა საქმე, უფრო ხშირად მასზე სუსტ მოწინააღმდეგესთან. ერთ მომენტში ოტომანთა იმპერია იმაზეც კი დათანხმდა, რომ შაჰის ტერიტორიები აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერატორ პეტრე დიდთან გაეყო. თუმცა ერაყში სულთნის მმართველობას მისივე სამხედრო კასტამ შეუყენა წყალი. 1704 წლიდან მოყოლებული ბაღდადს თვითკმარი სამხედრო მეთაურები მართავდნენ. მაშინ, როდესაც მოსულის პროვინციას ჯალილის გვარის ადგილობრივი ოჯახი მართავდა. ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც ჯერ ადგილზე ხდებოდა და ხშირად იარაღის გამოყენებით, სტამბოლს უნდა დაედასტურებინა. ადრეული პერიოდისგან განსხვავებით მე-18 საუკუნეში იეზიდების შესახებ პირველადი ცნობები კიდევ უფრო მცირდება. ოსმალო გეოგრაფის ქათიბ ჩელების კოსმორამა, რომელიც 1655 წელს დაიწერა და 1722 წელს გამოქვეყნდა, ადასტურებს იეზიდური ტომების არაერთ იმ ადგილსამყოფელს, რომლებიც შერეფ ად-დინის ნაწარმოებშია ნახსენები. ევროპელი მოგზაურები, ზოგი კათოლიკე მისიონერი, ზოგიც კი ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის მსახური, ნებისმიერი, ვისაც გზის შემოკლება ბასრასა და ალეპოს გავლით ერჩივნა და არა გრძელი საზღვაო მარშრუტებით, უცილებლად ახსენებდნენ ევროპაში უკვე კარგად ცნობილ იეზიდებს. მას შემდეგ, რაც დენოვის თეატრო დე ლა ტურკია გამოიცა. ჩრდილოეთ სირიის იეზიდური თემიც გაკვირით ხვდებოდა მოგზაურთა საგზაო ნაწერებში. 1704 წლის ოსმალურ მატიანეებში პირველად ჩნდება აღშფოთებული ცნობა დიარბაქირის პროვინციაში მოსახლე ხალითების შესახებ, რომელთაც ყაჩაღობით გაჰქონდათ თავი. მე-18 საუკუნის მეორე მეოთხედში მთლემარე ერაყი რამდენიმე წლით შეარყია თურქეთში შობილმა ახალმა მსოფლიო დამპყრობელმა, რომელმაც სპარსეთში ძალაუფლება მოიპოვა და ნადირ შაჰის სახელით გახდა ცნობილი. ამიერკავკასიის ხელახლა დაპყრობის შემდეგ მან ალყა შემოარტყა ბაღდადს, რომელიც ანატოლიიდან მოსულმა დამხმარე ჯარმა გადაარჩინა. მოგვიანებით კი ინდოეთი და თურქესტანი მოაოხრა. ნადირ შაჰი კვლავ შეიჭრა ერაყში 1753 წელს. ამჯერად მისი სამიზნე მოსული იყო. კირკუკისა და ალთუნქიოფრუს დაპყრობის შემდეგ მან იეზიდების დასამორჩილებლად გააგზავნა ჯარი.
იეზიდ და მამამთავარის სახელად ასი ხშირად ესხმოდა თავს სპარსეთის დასავლეთ პროვინციებს. თავად კი ყოი სანჯაყის ზედა მთებში იყო დაბანაკებული. სპარსელებმა ხრიკიანობით დაამარცხეს იეზიდების რამდენიმე ათასიანი ჯარი. მათი მეთაურის სახელად იეზიდი კი მოკლეს. მოხერხებულმა ასმა თავის დაღწევა და გაქცევა მოახერხა. მოკავშირეები გაიჩინა და ალყა შემოარტყა იმ დანგრეულ ციხეს, სადაც სპარსელებს იეზიდი ქალები ჰყავდათ დატყვევებული. ციხის მცველები სულ ზღაფავდნენ, როცა გამთენიისას შაჰის ძმისშვილმა დამხმარე ჯარი მოიყვანა და მოალყეებს შეუტია. მოკავშირეთაგან მიტოვებული 100 ჯერ თავის მოკვლას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ნადირ შაჰს შეუდგა ქვეშევრდომად და ოლქის გამგებლად დაინიშნა. ნადირ შაჰმა მოსულს კვლავ ალყა შემოარტყა, მაგრამ 40 დღის შემდეგ უკან დაიხია. 1747 წელს კი მოკლეს. დროის ამ მონაკვეთის შემდეგ იეზიდების ერთი ნაწილი დიდი ზაბის სამხრეთით დასახლდა და საუკუნეზე მეთხანს მდინარეზე ბორანს ქელექს ამუშავებდნენ, საამისოდ ზედმიწევნით შესაფერის ადგილას. მე-18 საუკუნის განმავლობაში შეიხანის იეზიდი მირები ამადიის ქურთული სამთავროს ქვეშევრდომები იყვნენ. ამადია ერთ-ერთი სანახევროდ ავტონომიური მთლიანი ოლქი ოსმალეთის აღმოსავლეთ საზღვრებს იცავდა. აქაური თავადთა ოჯახი მართლმორწმუნე სუნიტი მუსლიმანები, სავარაუდოდ აბასიდთა შთამომავლები იყვნენ და ამადიას თემურლენგის დროიდან მართავდნენ. ოსმალეთის სულთანს მათთვის ფაშის მემკვიდრეობით იწოდება ჰქონდა მინიჭებული. ერთ-ერთი ცნობის თანახმად თავადი მუდამ მარტო ჭამდა და ეს თავისი ღირსების საკითხად მიაჩნდა. ამადიაში ძალზე მნიშვნელოვანი ებრაული თემი სახლობდა. ოლქში შედიოდნენ агრეთვე ნესტორიანელები. ესენი აქტიურად იყვნენ ჩართული დომინიკელთა იმ მისიის საქმეებში, რომელიც იქ 1759-დან 1769 წლამდე მოქმედებდა. ერთ-ერთმა მისიონერმა, მამა მაურიციო გარცონიმ, მოკლე ჩანაწერები დაგვიტოვა იეზიდების შესახებ, სადაც აღნიშნავდა, რომ ამადიის მმართველები ჯალათის სამუშაოს ყოველთვის იეზიდებს აძლევდნენ. მათაც არაფერი ჰქონდათ იმის საწინააღმდეგო, რომ მუსლიმების სისხლი დაეყვარათ. 1770-71 წლებში ბედაღ ბეგი, შეიხანის მირი, შეუერთდა ამადიის უფლისწულის ისმაილ ფაშის წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებას, მაგრამ ტყვე დაიყვანეს და ჯარიმა გადაახტევინეს. 16 წლის შემდეგ მისი ვაჟი ჯოლო ბეგი სხვა აჯანყებაში მონაწილეობდა და ამის გამო იძულებული გახდა მთებში გაქცეულიყო. ჯოლო ჯერ კიდევ მირი იყო 1789-90 წლებში, როდესაც ბრძოლა მოუხდა თაიის ტომის არაბებთან, რომლებიც შეიხანს თავს დაესხნენ, მაგრამ მომდევნო წელს ის და მისი ძმა ისმაილ ფაშამ სიკვდილით დასაჯა. შემდეგ კი შეიხანს ახალი მირი დაუნიშნა, ხანჯარბეგი, ბასმარიის არც ისე წარჩინებული გვარიდან. 1791-92 წლებში, როცა ისმაილ ბეგი ხანჯარს გადაემტერა, ძველი დინასტია აღადგინა. ხანჯარის მაგიერ კი ჯოლოს ვაჟი ჰასან ბეგი დანიშნა. ის ფეოდალი, რომლის ხელშიც შეიხანი იყო, ვალიშის მომლოცველთა ნაკადისაგან დიდ მოგებას იღებდა. 1769 და 1791 წლებში სალოცავში დატოვებული ჩანაწერები მომლოცველთა ღვთისმოსაობისა და სიმრავლის შესახებ მეტყველებს. ბევრი მათგანი ჯებელ სინჯარიდან იყო. მე-18 საუკუნე ის დროა, როდესაც იეზიდები ყველაზე ხშირად ესხმიან თავს სინჯარს, მოსულსა და მარდინს შუა გამავალ ყველა ქარავანს. თვით უდაბნოს მცირე მარშრუტით მგზავრობაც კი არ იყო უხიფათო. 1782 წელს ყაჩაღთა ერთი ჯგუფი ევფრატზე მდებარე ქალაქ ანადან ბაღდადისაკენ მიმავალ ქარავანს დაეცა და 30 საპალნე ვირის ტვირთი, ბამბის სამოსი და ქსოვილები გაიტაცა. ჩვეულებრივ ქარავნებს თან ახლდათ კარგად შეიარაღებული საიმედო მცველები. ისეთები თავდამსხმელთა მოგერიებას რომ შეძლებდნენ. სხვა შემთხვევაში მგზავრების ხვედრი, მძლეობა ან სიკვდილი იყო. საუკეთესო სამიზნეები იყვნენ მსუბუქად შეიარაღებული ოფიციალური კურიერები, რომლებიც უესკორტოდ და სწრაფად მგზავრობდნენ, რათა დროულად მიეტანათ ოფიციალური და კერძო გზავნილები დანიშნულების ადგილას. თუმცა იყო ისეთი დაუვიწყარი შემთხვევებიც, როცა 40,000 კარატი საუკეთესო მარგალიტის გამტაცებელი სწორად ასეთი კურიერი აღმოჩნდა.
ამგვარი დანაშაული დაუსჯელი არ რჩებოდა, მაგრამ სინჯარელმა იეზიდებმა ძალიანი ხეირეს ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით. მარდინის ოლქი დიარბაქირის პროვინციას ჩამოშორებოდა და ბაღდადის პროვინციას მიერთებოდა. ბაღდადიდან პირველად სადამსჯელო ექსპედიციას, რომელიც 1715 წელს დაიწყო, დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ისევე როგორც მოგვიანებით 1753 წლის თავდასხმას. მაგრამ მოსულიდან და ბაღდადიდან სინჯარის მიმართულებით დაგეგმილი მომდევნო ლაშქრობები ასეთი რვა მაინც იქნებოდა 1767 წლიდან 1809 წლამდე, ნაკლები ინტენსივობისა იყო და მათი წამომწყებები ერთგვარად ბიზნესის წარმოების საფასურად მიიჩნევდნენ. სამხედრო მოქმედებებსა და ტყვეთა დამონებას ლეგიტიმაციას ძენდნენ ისლამის ღვთისმეტყველნი, რომლებიც იეზიდებს ერეტიკოსებს უწოდებდნენ. 1789 წელს კი საინტერესო რამ მოხდა. აბდელ-ბაქი ფაშა, მოსულის მმართველი, სალაშქროდ იყო წასული დენედის იეზიდთა ტომის წინააღმდეგ. სანამ მისი ლაშქარი სოფლებს ძარცვავდა და აწიოკებდა, ფაშასა და მის ძმას ჩაუსაფრდნენ და ორივე მოკლეს. თუ როგორი გაგრძელება ჰქონდა ამ ეპიზოდს, ისტორია არ გვეუბნება. მე-18 საუკუნის მიწურულს ერახში კათოლიკურმა მისიებმა ნელ-ნელა იკლო. საფრანგეთში რევოლუცია მოხდა. მეფე და დედოფალი სიკვდილით დასაჯეს და რელიგიური ორდენები დაშალეს. ევროპაში დაწყებულ ომებში საფრანგეთი გამარჯვებული გამოვიდა ახალი მმართველის, ნაპოლეონის წყალობით. 1798 წელს მან ეგვიპტისა და სირიის ზღვისპირეთში წამოიწყო სამხედრო ექსპედიცია, რომელიც 3 წლის შემდეგ იმით დასრულდა, რომ ფრანგი დამპყრობლები ოსმალეთ ბრიტანეთის ძალებმა დაამარცხეს. მაგრამ ნაპოლეონი, რომელმაც 1804 წელს იმპერატორის გვირგვინი დაიდგა, ევროპის კონტინენტზე კვლავ ყოვლის შემძლე იყო. ჰაბსბურგების მონარქია დაკნინდა, ხოლო რომის პაპი საფრანგეთში ტყვედ წაიყვანეს. ნაპოლეონის ომებმა ორი ქვეყანა გააძლიერა: რუსეთი, რომლის ჯარებმა ფრანგებს მოსკოვიდან პარიზამდე სდიეს და რომელსაც ახლა ერთი სული ჰქონდა სამხრეთისაკენ სვლა და გაფართოება შავი ზღვის, ბალკანეთის და კავკასიის სანაპიროების გავლით გაეგრძელებინა, და ბრიტანეთი, რომელსაც გეოგრაფიული მდებარეობა და მძლავრი საზღვაო ფლოტი იცავდა, ვაჭრობის სფეროში ისედაც მოწინავე ქვეყანა, ახლა წარმოების უახლეს მეთოდებსა და ორთქლის მანქანების ათვისებას იწყებდა. მის მატერიალურ წინსვლას თან ახლდა ქვეყანაში განათლების გავრცელება და ახალი რელიგიური მოძრაობების გამოჩენა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ახალი მისიონერული ძალისხმევით იყვნენ შთაგონებულნი. იმ მოვლენების ერთობლიობა, რომლებშიც ბრიტანეთი, რუსეთი და ოსმალეთის იმპერია მონაწილეობდნენ, მალე შეარყევს და შეცვლის იეზიდი ხალხის ცხოვრებას.